ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. ახლა უკვე იწერება რიგით მე-7 პოდკასტი. რა თქმა უნდა, ისევ იმყოფებით პოდკასტ არიაში და დღეს ჩვენი სტუმარი არის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე. როგორ ხართ? პირველ რიგში. კარგად და მიხარია რომ აქ ვარ ძალიან. ძალიან კარგი, იმედია რომ ეს პოდკასტის ჩაწერა ისე სასიამოვნოდ წარიმართება, რომ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით პოდკასტის მერე. დღეს თან ცოტა ესეთი უცნაური პოდკასტი გვაქვს ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ალბათ გაუკვირდებოდათ უკვე რომ ახსენეთ ეს ყველაფერი, ვინ ყავს სტუმრად და რა პროფესიის ადამიანი და მინდა რომ ეს ყველაფერი ისე გავშალოთ, რომ ყველასთვის საინტერესო გახდეს და ცოტა სხვა კუთხითაც დაინახონ თავიანთი თავებიც. და ოჯახის წევრებმა დაინახონ სხვა კუთხით თავიანთი ოჯახის წევრები და სხვათა შორის გეტყვით რომ ქალბატონი ნინო არის გიგა კერესელიძის და ახლა გავიგეთ ჩვენს ეს ყველაფერი და ძალიან სასიამოვნო არის გამიხარდა ნამდვილად რომ ესე რაღაც სულ შემთხვევით ახლობლები მოხდით აი აქ სანამ უშუალოდ პოდკასტს დავიწყებთ მინდა მაყურებელს უთხრა, რომ დღეიდან ჩვენი პოდკასტის წარმომდგენი არის Pitstop Moto და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Pitstop Motos, როგორც იცით, ჩვენ რაღაც დახმარება ვითხოვეთ და ეს კომპანია იყო პირველი, რომელიც შეგვეხმიანა და ყველანაირი ზედმეტი საუბრის გარეშე გითხრეს, რომ თქვენ გვერდში გვიგულეთ და არიან კიდეც დღეს ჩვენს გვერდში, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა Pitstop Motos. ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ყველაფერი და გავუყვეთ ესე ჰაიროვნად და ჰარმონიულად იმედია რამე ისეც არ უგეთყვით. ზოგადად მოდი თქვენს პროფესიაზე რომ გითხრათ 1-2 სიტყვით. რა საკეთებთ, რა საქმიანობთ და მე უკვე უშუალოდ შევეხოთ. პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან მიხარია ამ ახალ როლში მოსვლა. აქ და ეს გიგას და ძალიან სასიამოვნოდ განიცდება ახლა ჩემთვისაც და პასუხისგებლობასაც საკმაოდ განვიცდი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ობიექტურად ვიცი რა შეიძლება ვთქვა და რა დამოკიდებულებაც შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ხვდები რომ გიგას ფაქტორი არის ის, რაც მაჩერებს ხშირ შემთხვევაში ბევრი ნიუანსის ნაწილში. ფსიქოთერაპია ამ მხრივ საკმაოდ ისეთი საინტერესო მიმართულება არის, ეს არის ადამიანის ფსიქიკასთან მუშაობა, პრობლემების დაძლევაში, ტრაუმების გადალახვაში და ფსიქოთერაპია გვეხმარება ისეთი პროცესების წარმართვაში, რომელიც არის ჩემი უკეთესობისკენ, ჩემი კეთილდღეობისკენ და მეხმარება დავძლიოთ თუნდაც ისეთი ტიპის სირთულეები, რომლებიც წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება. და ვიტყოდი, რომ ფსიქოთერაპია არ არის ეს ფუფუნების ნაწილი, ეს არის ყოველდღიური საჭიროება და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამას ვერ აღიქვამენ ხოლმე კარგად და ხანდახან არის ხოლმე ის დამოკიდებულებაც, რომ ფსიქოთერაპევტ და ფსიქიატრის არევაც ხდება ერთმანეთთან. ჩვენ არ ვწერთ სწავლებს, ჩვენ მხოლოდ საუბრობთ და დიალოგური, ასე ვთქვათ, მეთოდით მუშაობთ და რაც მთავარია და ყოველ სივრცეს ვიყენებ ამისთვის, რომ ვთქვა, ფსიქოთერაპევტის შერჩევის დროს აუცილებლად კითხეთ სუპერვიზორი, თერაპევტის არსებობა იმისთვის, რომ დავიცვათ თავი შარლატანი სპეციალისტებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს რა უნდა მოთხოვოს, რა ინფორმაცია ვთქვათ, ცოდნის შესახებ, რა ინფორმაცია მხარდაჭერის შესახებ, რომ უფრო მეტად დაცული იყოს თავის გარემოში. ხო, აი მეც სხვათა შორის მეც მივლია ფსიქოთერაპევტთან და რაღაცნაირად გამტყდომია რომ მეთქი როგორ ვკითხო ეგ და ეგ ალბათ არის რა ალბათ უცოდინრობის თემაც არის რომ ბევრმა არ იცის რომ ეგ უნდა გააკეთოს ეგ ყველაფერი და ზოგს ალბათ ეგ უხერხულება მსგავსი შეკითხვების დასმაც მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მართალი ხართ და აუცილებელი არის ეგ ყველაფერი ეგ სპეციალისტზეც არის ნამდვილად იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისე წარმოაჩენენ ადამიანები და თავს სპეციალისტები და განსაკუთრებით ხშირად არის სპეციალისტები რომ თითქოს ძალიან ისეთ სერიოზულ პროფესიონალს ხვდებით და უხერხულობის განცდასაც კი იწვევს ჩვენში რომ შევეკითხოთ დამატებითი ინფორმაცია ვთქვათ, მისი განათლების შესახებ, სად მიიღო განათლება და ასე შემდეგ. მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, იმისთვის, რომ ვიყოთ აბსოლუტურად გარანტიის ქვეშ, ხა შეიძლება ვერ ვიყოთ ყოველ სიტუაციაში, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის მინიმალური ბეისიკი, რაც არის, რომ ნამდვილად ფსიქოლოგია, ნამდვილად ფსიქოთერაპევტია, ლიცენზია აქვს, რომელიმე კანონს, რომელიმე სტანდარტს ექვემდებარება, ეს უკვე მცირე უსაფრთხოებას მაინც მაძლევს. ამიტომ არ არის სირცხვილი არტეხავს რომ ვიკითხოთ პირიქით საკუთარი თავის დაცვისთვის და გარემოს მოფრთხილებისთვის და მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ეს. თქვენ დაიწყეთ YouTube-ის კეთებაც? შემოაბიჯეთ რაღაც აი ამ სივრცეში და ძალიან საინტერესო კონტენტსაც აკეთებთ. როგორც გითხარით, მეც თვალს ვადევნებ, უყურებ და ძალიან საინტერესოა. აი ამაზეც რო გითხრათ 1-2 წუთით და მე უკვე დავიწყოთ
ჩვენი თემაც. ხო, YouTube-ზე მოვხდი ძალიან ისეთი გამიზნულად ვიტყვი ესე, იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა ფსიქოთერაპიული პროცესების ჩვენება, რა თქმა უნდა, იმისი, რასაც ეთიკა გვაძლევს უფლებას. შესაბამისად, სესიის ფორმატიც არის ადამიანების სხვა მხარის დანახვა, მათი რეალური მესშეცნობა და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ რაღაც შაბლონებს ვაკერებთ ადამიანებს. ნებისმიერი ცნობილი სახე იქნება თუ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი იქნება და გონია რომ ეს ადამიანი აუცილებლად ესეთია. სესიის ფორმატში კი როცა ხვდებით ამ ადამიანს იძლევა ეს ფორმატი საშუალებას რომ უფრო მეტი გავიგო, სიღრმე დავინახო, პროფესიის მიღმა ადამიანი დავინახო და აი თუნდაც ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას მითებზე ვსაუბრობდით. აი ეს მითები რეალურად დაირღვეს და პიროვნებასთან კონტაქტში მოვიდი. ამიტომ ძალიან მომწონს ეს ნაწილი და ვფიქრობ რომ ძალიან სხვა კომუნიტია YouTube-ზე. და ალბათ სამი სესიის შემდგომ უკვე შემიძლია ვთქვა ეს რომ სხვანაირი ოჯახური გარემოა და საინტერესოა ძალიან სასიამოვნოა. გეთანხმებით აბსოლუტურად YouTube საზოგადოება ზოგადად მეც აი განსაკუთრებულად მიყვარს, რა, იმიტომ რომ უფრო ისეთ ჩამოყალიბებული, ცოტა განვითარებული ხალხი არის ხოლმე, რა სხვას არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნუ აი ესეთი ხალხი რაღაც აი აქ იკრიბება ხოლმე და მით უმეტეს თქვენი კონტენტიც ისეთი არის, რომ მე მგონი შეუძლებელია ცოტა სხვა ხალხი გიყურებდეთ, რა, იმიტომ რომ ისინი არ მგონია დაინტერესდნენ მსგავსი თემებით. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. მალე მიგეღწიოთ რაღაც 100,000, 200,000 და რავი, ასულიყავით სულ ზევით და ზევით. და მე ჩვენ გადმოგხსნდეს თქვენი წყალი. ეხლა უშუალოდ რომ გადავიდეთ ჩვენს ნაწილზე. ზოგადად ალბათ ბევრისთვის არ იქნება უცხო ხა ამას თუ ვიტყვი, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის შედარება მოტოციკლეთთანაც. იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ბაიკერი იტყვის რომ ჩემთვის აი ეს არის ფსიქოთერაპია ან რაღაც აი ყველა პრობლემის მოხსნაში მეხმარება თითქოს მოტოციკლი და მეც ამ ხალხში ვარ. რო არ დაგიმალოთ რა. მეც რაღაც აი ემოციურ დონეზე მოტოციკლეთი ყოველთვის მეხმარება ხოლმე რომ რაღაც დავსტაბილურდე, ჩამოვიდე ცოტა ზემოთ ან თუ ძალიან ქვემოთ ვარ, ცოტა ზევით ავიდე ხოლმე. აი ამას რამდენად შეიძლება ჰქონდეს საფუძველი ამის ფიქრს. რა თქმა უნდა, საფუძველი აქვს მეცნიერულ დონეზე. ეს არის ადამიანის ორგანიზმში ცვლილებები, რომელიც არის დამოკიდებული და დაკავშირებული ადრენალინთან. ადრენალინის გამოყოფა, რა თქმა უნდა, სიამოვნების ჰორმონსაც დაძრავს და ეს არის ეს კავშირის ერთგვარად გამყარებელი ნაწილი. მეორე მხრივ ეს არის ის ემოციური მდგომარეობა, რომლის გადალახვაშიც დამხმარებია ესა თუ ის ნივთი, ამ შემთხვევაში მოტოციკლეტი. ცოტა მეუხერხული, მაგრამ ნივთად მომხამწუთავს, მაგრამ მოტოციკლეტი როგორც ესე ვთქვათ მხარდამჭერე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მან, როცა ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის ჩემი ფსიქოლოგი, ეს არის ჩემი რაღაც მხარდამჭერი, ხო? მან არის რა, მე ვრჩები მარტო იმ სიჩქარესთან ერთად, იმ მდგომარეობასთან ერთად და იმ განცდასთან ერთად, რომელსაც განვიცდი. შესაბამისად, ფიქრის ნაწილში ძალიან ღირებულია ხოლმე და ეძლევა ადამიანს საშუალება გადააფასოს განვლილი დღე, შეხედოს რეალობას, იყოს აი ამ თავის თავისუფლების განცდასთან ერთგვარად, რაც საკმაოდ მხარდამჭერიც არის და მეორე მხრივ არის მიჯაჭვულობის ძალიან კარგი წყარო. იმიტომ რომ ერთი არის რომ მე ვიღებ სიამოვნებას და ძალიან კარგია და პოზიტიურია და მეორე არის როგორ ვიყენებ მოტოციკლებს როგორც გაქცევის მექანიზმს, ადრენალინს როგორც ჩანაცვლებას რაღაცა სხვა ტიპის ადიქციისას. ხშირად ამასაც ხვდებით ხოლმე თერაპიაში და საკმაოდ რთულია გულწრფელი რო ვიყო, აი სიჩქარეზე დამოკიდებულების, სიჩქარეზე ადრენალინზე დამოკიდებულების მოხსნა და აქ თერაპიული ჩარევა, იმიტომ რომ ეს არის თითქოს თამაში სიცოცხლესთან და ეს შედარებაც მგონია რომ ხშირად გაგიგიათ და ყოფილა ხოლმე თქვენთან კონტაქტში. მარტო კი არ გაგიგია ეგ ფრაზა. ჩემცაც ძალიან ხშირად რა უთქვამთ, უпростоრად რა ხშირად არ უთქვამთ. მაგრამ უთქვამთ რომ აი არ გჭირდება რა ეს ემოციები, ცოცხალი ხარ ისედაც ანუ არ გჭირდება რომ შენ თავში ახსენო რომ ცოცხალი ხარ, იმიტომ რომ თითქოს რაღაც აი ამ ადრენალინით ჩემ თავს ვახვედრებდი რომ ხო ცოცხალი ვარ და გრძნობდი თავს ცოცხლად რა. თუმცა ნუ რა თქმა უნდა რომ სარისკოა ამ ყველაფრის კეთება მით უმეტეს ქუჩაში და არავის არ ურჩევ ამ ყველაფერს, ჯობია არის მაგისტვის გამოყოფილი ადგილი, ტრეკი ახვიდეთ, იქ დახარჯოთ ეს ენერგია და სხვათა შორის როცა იქ გავაკეთე და პირველად ავედი ტრეკზე იქ რაღაც სიჩქარით ვიარე, განვიცადე ეს ადრენალინი, ქალაქში სიახლოვე საერთოდ აღარ მომინდა. ხო, იმიტომ რომ აკრძალულთან შეხებიდან გახვედით და ეგ ძალიან ხშირია ხოლმე და ძალიან ხშირად ადამიანებს რა აქვთ კიდე რომ როცა ვიცით რომ მაგალითად ეს ხმაური თუნდაც ან უსაფრთხოების ნაწილი, როდესაც შეიძლება დაირღვეს და ერთგვარად რისკზე მივდივართ, სწორედ ეს არის ხოლმე ხანდახან ძალიან
მოდი ესე ვიტყვი, მომნუსხველი. ძალიან ჩამთრევი და ამან იცის ხოლმე ხშირ შემთხვევაში შეყოლა. და სწორედ ეს წარმოქმნის იმ მდგომარეობას, რომ მიჩნდება მუდმივი მოთხოვნილება დავარღვიო ბჭყალებში ეს წესები და გავიქცე, აი გაქცევა სწორედ ამიტომ ახსენებ მე, იმიტომ რომ ერთგვარად ტრეკზე, როდესაც ადამიანი გადის, იქ მას გააზრებული აქვს, რა სიჩქარეთ შეუძლია, რა სიჩქარე შეუძლია განავითაროს, რა მანევრი შეუძლია გააკეთოს და მან აღქმაშიც აქვს, რომ დაცულია გარემო, გარშემო მყოფებიც და საკუთარი თავის მეტნაკლებად, ხო? ხოლო ქუჩაში როდესაც სხვადასხვა ტიპის მანევრებს მიმართავს და სხვადასხვა სიჩქარეს ანვითარებს, აი ასეთ დროს აბსოლუტურად არანაირი საყრდენი არ არის, რჩება თვითონ და მოტო. და ამ შემთხვევაში ხდება რა, რომ პასუხისმგებლობიდან გასვლაც არის. და ხშირ შემთხვევაში თერაპიული კუთხით როცა უყურებთ ხოლმე ვეუბნები ყოველთვის ადამიანებს, რომ მოდი სცადე ტრეკზე წასვლა, მოდი ნახე იქ, დაიხარჯე მთლიანად, გამოიტანე რაც არის შენ შიგნით და დაინახავ რა განსხვავება აი ამ აკრძალულსა და ლეგალურს შორის და სწორედ მან გადის ხოლმე თერაპიული ნაწილიც, იმიტომ რომ თუ აკრძალულთან რჩება ადამიანი და იცის რომ არა ეს არის ძალიან კარგი და ეს მომწონს, იქ უკვე ფსიქოთერაპიულ სხვა პროცესებზე ვსაუბრობთ. ხო, აი, ძალიან საინტერესო. ანუ ყოლიათ ხშირად მსგავსი ადიქციის მქონე ადამიანები. აი, ესეთ ადამიანებს რა, ვინც მოდიან რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ რა ისეთი რომ აი ზოგადად ჩვენზე ხო ძალიან ბევრი მითი არსებობს. ახლა ალბათ რო ვახსენეთ რომ ფსიქოთერაპია ძალიან ბევრი მსგავსი ინტერესის მქონე ადამიანი გვხვდება, კიდე უფრო დავარწმუნებთ მაყურებლებს რომ ჩვენ ცოტა რაღაც სხვა მიდგომა გვჭირდება, მაგრამ ნუ აქაც ისევ იმითანაც მივდივართ რა მითიც ზოგადად ფსიქოთერაპიაზე არსებობს. ხო და აი რა აერთიანებს ადამიანებს რომლებიც დამოკიდებული არიან სიჩქარეზე. რისკი. პირველი რაც აერთიანებთ, ჩემ პრაქტიკაში ყოველ შემთხვევაში ასე ვიტყვი და პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ის სამუშაო საკითხები, რომლებთანაც მე მოვდივარ კონტაქტში და საკმაოდ ხშირია ეს და მეორე მხრივ რაც არის კიდე ესეთი ქვედადინებაში მიმავალი ემოციები, ეს არის ტკივილი. ტკივილი, რომელთანაც ვერ ვჩერდები, რომელსაც ვერ უმკლავდები, მოუშუშებელი ჭრილობები, რომელსაც ვერ გადიან ადამიანები და ყოველ წუთში თავიდან განცდა იმისა, რომ ცოცხალი ვარ, აი შემახსენებელი გარედან რომ ცოცხალი ვარ, ეს არის რა, რომ ტრავმის გადახარშვა არ მოხდა, ტრავმასთან კონტაქტირება არ მოხდა. მე არ ვიტყვი ამას ცალსახად, რომ ყველა ადამიანი, ვინც მოტოთი დაინტერესებულია, ასეა ცალსახად არ და შეიძლება ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოტოთი საერთოდ არ არიან დაინტერესებული და იგივე მდგომარეობას გადიოდნენ აბსოლუტურად სხვა ადიქციებთან მიმართებაში და შეიძლება იყოს ყავასთან მიმართებაშიც ადიქცია, ამიტომ აქ მინდა რომ ხაზგასმით ვთქვა ეს, მაგრამ განსაკუთრებით აი მოტოს მოყვარულები, ესე ვთქვათ, ვინც ყავს ან ბაიკერები, ვინც არიან ჩემთან სესიაზე, აერთიანებს ის, რომ ტკივილთან მარტო დარჩენა ხანდახან რთულია და გამკლავებისთვის ვირჩევთ ხოლმე აი ესეთი მექანიზმებს. მაგრამ თერაპიაში ეს რო ლაგდება, მე უკვე რჩება რეალური ურთიერთობა მოტასთან და ეს ბევრად უფრო მაგარია, იმიტომ რომ ცოცხალი ურთიერთობაა უკვე ეგ. ეხლა სხვა რაღაცას დავფიქრდი. რადგან დავფიქრდი? მეც ხوار მეცადა მეთქი რა, იმიტომ რომ ჩემცაც ანუ თქვენ რაღაცნაირად ახლოსაც ხართ ამ ყველაფერთან რა, იმიტომ რომ თქვენ ოჯახშიც გყავთ ბაიკერი ძმა. რომლისგანაც ანუ დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი რაღაც უფრო მეტად იცით ვიდრე ადამიანთან ვინც შეიძლება კი იყოს ფსიქოთერაპევტი, იყავდეს რაღაც ფსიქოთერაპიაზე ბაიკერი ადამიანი, მაგრამ აი თქვენ რაღაც მგონია რომ უფრო ახლოს იქნებით რა მაგ ყველაფერთან. უფრო ღრმად ჩახედული მაგ საკითხში და რაღაც ახლა ისე ისაუბრეთ რომ მეც დამაინტერესა, მეც რამე მსგავსი ხوار გულწრფელად რო გითხრა, რომის ქუჩებშიც მივლია ძალიან ბევრი ამ პანიგალეს პატარა სუვენირი თუ როგორ თქვა, პატარა მოდელის ზებნით, რომ თბილისში ჩამომეტანა და მე ხვდებოდი, რომ ვიცი განსხვავება უკვე თქვა დუკატის პანიგალეს და სხვა მოდელებს შორის და წლებს შორის. ამიტომ ხო, რაღაცები არის რაც ვიცი. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ არის ეს პასუხისმგებლობა და ღელვა, იმიტომ რომ რაც უფრო მეც ვხედავ, რაც უფრო მეტი მესმის, მით უფრო მეტად შემიძლია კონტაქტში შევიდე და თუნდაც ემპათია გამოვიჩინე იმ ადამიანებთან, რომლებიც აი ამ სიცოცხლის რისკზე დადიან. და ხო, არის ეგ და საინტერესოა ნამდვილად მანდ მუშაობა. და სიამოვნებით. ხო, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა რა, ანუ ზოგადად ფსიქოთერაპიაც ჩემთვის საინტერესო სფერო არის, იმიტომ რომ თუ შეიძლება რომ სფერო დავარქოთ. კი, რა თქმა უნდა.
ხო, იმიტომ რომ რაღაც ისეთი სპონა შეგიძლია შენ თავში იმ დროს, რაც მთელი ცხოვრება იცოდი, მაგრამ ვერ ხვდებოდი რა, რომ ეგრე იყო. და რაღაც ხო ადამიანები ხომ რაღაც სხვადასხვა რაღაცებში გამოუხატავთ ის ჩვენ ბავშვობის ტრაუმა გინდა თუ ტკივილი გინდა თუ რაღაც სხვად გარდაუქმნით ხოლმე და ეხლა მე იმაზე დავფიქრდი, მე მაინტერესებს ეს ჩემ მოტოციკლეთის სიყვარული, მართლა მოტოციკლეთის სიყვარულია თუ ამას აქვს კიდე რაღაც სხვა ახსნაც რა და მარტივი კითხვა მაქვს მაგისთვის თუ გინდა კითხავ. კითხეთ. რა არის რაც გიყვარს მოტოციკლეთში? თავისუფლება. ოღონდ მართლა აი რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს. მართლა თავისუფლება, იმიტომ რომ მარტო ვარ, მე და მოტოციკლეტი ვართ მარტო, სხვა არავინ არ არის და მაგიტო არც მიყვარს ხოლმე უკან ვინმე რომ თხოვს რომ უკან მომისვი, არ მიყვარს, იმიტომ რომ პასუხისგებლობას ვხსნობ მე უკან რო ვიღაც მიზეს მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ასე შემდეგ რა. და როცა მე და მოტო ვართ მარტო, აი იქ ჩემთვის всё, აი გარშემო ხმაური წყდება, რო დავჯდები და მარტო ერთმანეთს გვესმის რა. ჩემს მოტოციკლეთს სახელიც კი ქვია, იმდენად რაღაცა ესეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რასაც გინდა იმას აკეთებ, ხმა არ გესმის საერთოდ გარშემო რა ხდება, მხოლოდ გესმის ძრავის ხმა. და ანუ ჩემთვის ეს თან რა იყო იცით რომ მე როცა დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მაშინვე ვიყიდე მოტოციკლეტი რა, როცა უკვე ჩემი რაღაც ეს ფინანსები გამიჩნდა და იქიდან დავიწყე იქ სიარული სადაც მინდა, რაღაც რომ მომინდება რომ აი ღამის 9 საათზე ჩავიდე ყაზბეგში, ავმდგარ ვარ და წავსულ ვარ ყაზბეგში. ანუ ასოცირდება პირდაპირ თავისუფლებასთან. კი, აი ეგ ემოცია გვაქვს ერთმანეთთან რა. ანუ ჩემ ფანტაზია ხა ეს ვიტყვი, მოტოს გარეშე ცხოვრება არის? არც მინდა რომ ვიცოდე. საინტერესოა. ხო, ანუ აი ეზოში მოტოციკლეტი რომ მიყენია, სულ რომ არ უძრავდე, აი შვიდად ვარ რა. ყოფილა პერიოდი რაღაც 2 კვირიანი დიაპაზონი მქონდა ზუსტად, როცა მოტოციკლეტი გავყიდე, სანამ მეორეს ვიყიდე. და იმ 2 კვირაში აი ეზოში რომ მივიდიოდი და ვეღარ ვხედავდი, სუდად ვხდებოდი რა. ხო, დამოკიდებულება. არც ფიქრობდი მოტოციკლეტს ყიდოს, მაშინ რაღაც გეგმა მქონდა გაწერილი, რომ მოვიდა აი ჯერ ამას ვიზავ და მე მოტოციკლეტს ვიყიდე, მაგრამ იმდენად ვერ გავძელი, რომ წავედი რაღაც ბანკიდან გამოვიტანე ფული და ვიყიდე მოტოციკლეტი რა. იმიტომ რომ რაღაც ასე მგონია რომ ჩემი იდენტობის რაღაც ძალიან დიდი ნაწილი არის მოტოციკლეტი. ვინ ხარ მოტოციკლეტთან ერთად? ჩემი თავი. ანუ ყველანაირად თავიდან ბოლომდე ვარ იქ ჩემი თავი რა, იმიტომ რომ მე შემილია ჩემი თავი იქ მართვაშიც გამოვხატო. შემილია ჩემი თავი გამოვხატო სხვა გზის მონაწილეებთანაც კი რა. რაც ვარ შინაგანად ის აი ამ მოძრაობის წესებშიც გადმოვიტანო. თუნდაც ის რომ აი ჩვენ ზოგადად ბაიკერებს გვაქვს ესეთი რაღაც რომ ქუჩაში შემხედრ ბაიკერს რომ დავინახავთ ერთმანეთს ვესალმებით. და ესეც კი ანუ კულტურა, ის კულტურა რაც მოტოსფეროში არსებობს, ეს ჩემთვის არის ძალიან მიმზიდველი რა. ძალიან პატივსაცემი. ხო, ანუ აი სრულიად უცხო ადამიანი ქუჩაში ხვდება ესალმები, რასაც ნუ გადაჩეულები ვართ, რა თქმა უნდა, ხა ქუჩაში ყველა გამლეულს გამარჯობა უთხრა, ცოტა ხო და გაჩერებული მოტოციკლეტი. ანუ ხედავ თუ არ გაჩერებულ მოტოციკლებს, აუცილებლად აჩერებ. და აჩერებ რამე ხო არ უჭირს, რამე დახმარება ხო არ უნდა და რაღაც ანუ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. რა გაცნობა არ გჭირდება ერთმანეთს. ნახე როგორ მესმის ახლა ეგ კომუნიტია. ხო. დაცული კომუნიტია, სადაც ესმით ერთმანეთის. და ეგ ძალიან კარგია. და ნახე, ეგ არ არის ადიქციის ფორმა, რომ ვთქვათ, რომ მან რაღაც პრობლემა არის. ეს არის ის სიტუაცია, სადაც მე კომფორტულად ვგრძნობ ადამიანები, რომელთანაც კარგად ვარ. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ჩვენ აი ამის დანახვა არ შეგვიძლია ხოლმე. და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე მოტო მიყვარს მარტო იმიტომ, რომ იქ არის სიჩქარე, თავისუფლება და თქვა დასაწყისში რაც თქვი, რომ ვარ მე ჩემი თავი. და როცა შემოყავს კომუნიტი და კომუნიტისთან კონტაქტი, ეს უკვე არის აღიარება, მინიღებლობა, ასოცირება რაღაც კონკრეტულ ჯგუფთან, მოდი ესე დავარქვათ, ხო? და ეს საკმაოდ ცუდია, მხარდამჭერიც არის და უსაფრთხოც. ხოლო თავისუფლების ნაწილზე როცა ვსაუბრობთ, რომ შეიძლება ეს იყოს გამოხატვის ფორმა საკუთარი თავის, აქ ვაკვირდებით, როგორ მოძრაობს, რა სიჩქარეს განავითარებს, რა წარების კულტურა აქვს, ასე ვთქვათ, და მაქედან შეგვიძლია დავასკვნათ და დავინახოთ, რამდენად რეალურია მისი ეს დამოკიდებულება. თუ ეს არის მართლაც პროტესტის ქცევა, თუ ეს არის რაღაც აჯანყება საკუთარ თავთან, სოციუმთან, მიკროსოციუმთან, რომელშიც ცხოვრობს და ფუნქციონირებს ადამიანი. ამიტომ რაღაც ბევრი აქცენტია მანდ, რაც მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ. ხო, იმიტომ რომ ხა ირო დავფიქრდი, ხა თქვენ საუბრობთ პარალელურად ეს საზრები რაც მომდიოდა. ეხა დავფიქრდი ჩემს ტარების სტილზე, ანუ მეთქი როგორ ვატარებ რა, ანუ ისე თუ ასე და
შერეულად. მიყვარს კი ჩქარასიარული, მართლა ძალიან მიყვარს, ხანდახან უაზრო რისკიც გამიწევია, რაც ძალიან ცუდია და მე ამას ვაანალიზებთ და ნელ-ნელა ვკლავ, მაგრამ მაინც ხანდახან წამძლევს ხოლმე სურვილი. მაგრამ თან არ მიყვარს დაუფიქრებლად გარისკვაც კი. ანუ მივლია ადამიანებთან ერთად, რომლებიც ისეთ ადგილას რისკავენ, სადაც ვერაზროს ვერ გავრისკავდი გასვლას რა. მირჩევნია წყნარად მშვიდად, მაგრამ სხვაგან ავჩქარდები, სხვაგან მივიღებ ამ ემოციას რა. ხო და აი ბევრი მითი კიდე თვითონ ბაიკერებშიც არსებობს. რომ აი მე ხარ რო გაბრაზებული ვარ, ეხლა რაღაც ვიღაცამ გული მატკინა თუ შეყარებული და ამშურო თუ რაღაც აი ესეთები ყოფილა, მოტოციკლეთზე დავჯდები, გავივილი, გამოვილი, გონებას გავანიერებ. არა, არ ქნა მეთქი. დიდი ბულშიტი. ხო, ანუ არ ქნა რა, იმიტომ რომ მაგ დროს მოტოციკლეთზე დაჯდომა ჯერ ისედაც მაღალი რისკი არის მოტოციკლეთი. მე მაგ დროს რაღაც ამ მანქანაზე რო ჯდები, რომელიც ამხელა რესურსი აქვს, ვთვლი რომ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია, როგორც შენთან, ისე სხვებთან. მაგრამ ხო, ალბათ აწყნარებს, არ ვიცი. მე არ მიცდი ამ განხრით. ნაკლებად აწყნარებს. მანდ ნახეთ რა არის გადატანა ხდება ერთი ტიპის ემოციის მეორე ნაწილზე. თუ უკვე მიმიჩნდება ბრაზი და აგრესია, ეს არის შინაგანი ძალიან ძლიერი იმპულსი, რომელიც რო შევაკაო და გავჩერდეს, ეს მარტივი არ არის. და ვიღაც ადამიანები თქვათ რეტროფლექსირებენ და მიმართავენ ამ ბრაზს საკუთარ თავზე. რაც ნიშნავს რას, რომ მე თუ გავბრასდი შენზე და მინდა რაღაც შენ გეჩხუბო და ამის რესურსი არ მაქვს რო გეჩხუბო, ვიწყებ ჩემ თავზე გაბრაზებას, რომ აი ჩემი ბრალია, მე ვარ ეგეთი და ასე შემდეგ. და წარმოიდგინე, მაგ ემოციებით როცა გავდივარ და ვჯდებით ბაიკზე, მანქანაზე, არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიტყვი სახელმწიფო, მხოლოდ ბაიკზე, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი, რა თქმა უნდა, არის ბაიკი. მოდის რა, რომ რისკს ვწევ ამ ადრენალინის დროს ბრაზი გარდაიქმნება ადრენალინად, შემდგომ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში რა ვითომ გამონთავისუფლება ამ ენერგიის, იმიტომ რომ გაჭედილობა ამ სიჩქარეში, ხმაურში გამოდის და გადადის, ესე ვთქვათ, ნივთზე. მე ვთავისუფლდები ბჭყალებში ნამდვილად, იმიტომ რომ იმ წუთირად მეშვება და სიამოვნების შეგრძნება შემოდის, მაგრამ გადის დრო და აუცილებლად ბრუნდება ეს ემოცია, იმიტომ რომ ტრავმა, ტკივილი თუ არ გავიარე, თუ მე არ გამოვიგლოვე, ხო, თუ აი დაშორებაზე თუ ვთქვათ ასეთ რაღაცაზე, ხო, არ გამოვიგლოვე, არ მივეცი ჩემ თავს დრო რომ გავიარო ჯანმრთელი გამკლავების მექანიზმებით და არა გაქცევით და ჩანაცვლებით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის დამიბრუნდება. და ორმაგი ძალით ურტყავს მე და ხშირად არის ხოლმე რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, ძალიან ისე კარგად მიდის და უცებ ადამიანი იმდროა. და მე მინახავს ძალიან ბევრი ავარია, როდესაც არის საუბარი, რომ აი როგორ დაიმდრო, აქ არ უნდა დამდროულიყო, აქ არ იყო ამის სიტუაცია და მე რო ვაკვირდებით და ყოფილი ხოლმე ამაზე საუბარი, არის რა, უბრალოდ გაუშვა ხელი, ან უბრალოდ სიჩქარე არ დაწია. და თითქოს გაცნობიერებულათაც არის ხოლმე რაღაც მომენტში მიღებული გადაწყვეტილებების, იმიტომ რომ მე ურტყავს თერაპეულ ნაწილში და მან თერაპევტის ჩართულობა ძალიან აუცილებელია. ნებისმიერ სიხარულზე იქნება თუ მწუხარებაზე, ძლიერ ემოციაზე გადატანა მოტოსთან და მიბმა ნამდვილად არ არის არც რეკომენდირებული და არც უსაფრთხო ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ რისკს უფრო ზევით წევს. ხო, ანუ რეალურად ჩვენ გგონია, მეც ვიყავი მათ შორის, ვინც ეგრე ამბობდა, რომ აი მოტოციკლეტი ჩემთვის არის თერაპია და არ მინდა რა სხვა არაფერი, მოტოციკლეტზე დავჯდები და всё, სხვაგან ვარ მე, მაგრამ მეც მე მიმხვდა რომ აი რაღაც რო გასულა გამიანალიზებია, რომ არ არის რა სწორი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ფიქრით ვიჯექი, სხვანაირად ვატარებდი, სხვა რაღაცეებს უკვირდებოდი, რაღაცეები მხედველობიდან მრჩებოდა და წკაპ ვიღვიძებდი და შუა გზაში ვარ, რაღაც სიჩქარით მივდივარ და ეს მოტოციკლეტი ხო, ანუ ხო ასე რომ ბლეკაუტივით ხდება. ხო, ანუ რაღაცნაირად ეგეც მომწონს მაღალი რისკი რო აქვს. ეგეც მიზიდავს მოტოციკლეტში რა. აი რაღაც ხო, ანუ აი როგორ თქვა, არ ვიცი რა. რახანც მაღალ რისკს შეიცავს, კიდე ერთი პლუსი ეწერება, რომ ეს მე მიზიდავდეს. თორე ზოგადად ეგეთი რას ნიშნავს ეგ მეც რომ მითხრა რომ მიზიდავდეს აი მაღალ რისკს შეიცავს და კიდე ერთი პლუსი ეწერება. ხო, აი ჩემ გონებაში რა, რომ რახანც ამას სჭირდება გარისკვა, მოდი გავაკეთებ. აი ხო, აი რაღაც ტიპის ესეთი თემები, რასაც სჭირდება ადრენალინი გამბედაობა,
მიზიდავს განა, იმიტომ რომ აი წინასწარ ვფიქრობ რომ ამას რომ გამბედაუჭირდა, მოდი აი მე გავაკეთებ ხა ამას რა და ესეთი და ესე შეიძლება ქვეცნობიერულად კი ეგრეც იყოს, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ რა. აი თუნდაც სადაც მივდივარ, ყველგან რაღაც აი ეგეთ სფეროს ვარჩევ. ზამთრის კურორტი თუ არის, სნოუბორდზე უნდა ვიდგე და იქ უნდა ვისრიალო, რაღაც ზაფხულში თუ მთაში მივდივარ, იქ ცხენი უნდა დავიჭირო და ცოტა ისეთი ცხენი, რომელიც არ არის გაწოცრილი და ხო, ანუ მშვიდი ცხენი არ მიზიდავს. მომწონს ის, როცა ერთმანეთს ეჭიდავებით. ვის ეჭიდავები შენ შიგნით? ვაიმე. აი პირველი რაც მოგივიდა თავში ასოციაცია ეგ არის. ხო. შეგვიძლია არ ვიტყვი. მაგრამ ეგ არის. ხო, აი. ყოლს შიგნით ვიღაც ან რაღაც რასთანაც მოვდივართ ესეთ შეჯიბრში. ხო, ალბათ უფრო ჩემ თავთან მინდა რომ რაღაცები დავამტკიცო. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვინც მოტოციკლებზე ზის და მსგავს რაღაცას თავის თავს უმტკიცებს. ხშირად ხდება ხოლმე რა, რომ ადამიანებს ვამჩნევ, რომ ცდილობენ ან არ არის მათი რაღაც არ გამოსდით, მაგრამ ძალით აკეთებენ. ცოტა ემოციაც გარეთ გამოაქვთ, რომ სხვებსაც დააჯერონ, რომ ეს ამისია და ღირს რომ ეს აკეთოს. და თავის თავსაც რაღაცნაირად ებრძვის და სადღაც ალბათ მეც გავდივარ ხოლმე მაგ კატეგორიაში რა. იმიტომ რომ თუნდაც ის რომ მე საერთოდ YouTube-ი რო დავიწყე მოტოციკლეტებზე, არავინ არ ვიყავი ამ სფეროში, არავინ არ მიცნობდა, საერთოდ მოტორო ვიყიდე, მარტო მე მყავდა სანაცნობოში, სხვას არავის არ ყოლი. მაგრამ ხო აი ეს მინდოდა რა, რომ გამეკეთებინა, რაღაც ახალი შეუმეტანა, განმევითარებინა, მე ჩემი თავი ჩავრთე რაღაც რბოლა დავიწყე და ეს რაღაცები ასე რომ მეწებება სიამოვნებას მანიჭებს რა. სხვა რეგალიები? ხო, ალბათ უფრო ეგეც. ხო, მაგარია ძალიან. ხო, აი დღეს ალბათ რო ვთქვა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ მოტოლოგი, რომელიც რბოლაშიც მონაწილეობას იღებს, გადაცემებსაც აკეთებს, რაღაც პოდკასტი, დადის გამოფენებზე და ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს მართლა გულწრფელად რა, მაგრამ მე ვერ ხვდები, ანუ აი ეხა ვერ ხვდები ეს სიამოვნება რითი არის გამოწვეული რა, იმით რომ მეთქმის ეს ყველაფერი თუ იმით რომ მართლა პროცესით ვკაიფობ ესე რომ შეიძლება ორივე იყოს და შეიძლება იყოს ის რომ პროცესიდან იმდენად მოგწონს რომ ეს ყველაფერიც მოყვება ერთ-ერთმანეთს არ გამორიცხავს რა თქმა უნდა. უბრალოდ მან თავარი მოდი ესე ვიტყვი გადამწყვეტი ხაზი სად გადის, როდის ვქნი ჩემ თავს უსაფრთხოებას და როდის მაქვს მე ეს რისკის განცდა და რამდენად ხშირია და თუ კი მე სულ მუდმივად რისკის მდგომარეობაში ვამყოფებ ჩემ თავს და მუდმივად რაღაცა სიცოცხლის ზღვარზე დავდივარ, მანდ არის უკვე თერაპიული პროცესის აქტიური ჩართულობის ამბავი, თორე ის რომ წარმატებული ხარ და ის რომ ძალიან ბევრს აკეთებ არ ნიშნავს იმას რომ პრობლემებია რაიმე. ხო, ანუ თან ეს მოტოციკლეტზე ჩვენთან, ნუ სხვა ქვეყნებში არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ესე რომ აი ოჯახში რო იტყვი რომ მოტოციკლეტი უნდა ვიყიდო, რა ყველასგან მოდის აი ხوار გაგიჟდი რა მოტოციკლეტი ეს არ მოიყვანო სახში თორე რა სახელიდან წავალ და რაღაც მსგავს ემოციასაც ვიღებთ ხოლმე და ეს არ არის სასიამოვნო რა სიმართლე რო თქვა, იმიტომ რომ მაგის გამო რომ ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა ავდექი და ჩუმად ვიყიდე მოტოციკლეტი და ეს სახში რომ მივიყვანე დედა ჩემი ამოვიდა სახში და ვიღაცას ჩვენ სადარბაზოში უყიდია მოტოციკლეტი სადარბაზოს თანაყინა მეთქი ჩემია ხო და ანუ აი ეს მაინც ვაკეთებთ რა და მინდა უთხრა ოჯახის წევრებს მშობლებს ნუ ხო თან მესმის მაგრამ თან ანუ ამ ემოციის განცდა ჩვენთვის არ არის სასიამოვნო იმიტომ რომ მე რო სახლიდან გამოდიოდა დედა ჩემი ყოველდღე ლოცულობდა რა ეს გამოსვლისას აბა ღმერთი შენსკენ და პირჯორს გადამწერე და რაღაცა მეთქი დედა ნუ მეუბნები ეგრე რა ნუ გავალში და უსაფრთხო არ არის ხო უსაფრთხო არ არის იცი რომ შენ ძალიან მაღალი სიჩქარის მქონე ტრანსპორტზე უშვებ შენ შულს ყოველგვარი დაცვის გარეშე და კი შლემი იცავს კი მესმის როგორ არა გიგვერჯერდა დაშლემა მაგრამ ხო მაინც ძალიან საშიშია და მე გეტყვი მაგას ჩემი პოზიციიდან ოჯახის წევრის პოზიციიდან და რაღაც მომენტში მშობლის როლიდანაც გამომივიდეს ეს ნათქვა მაგრამ ნახე როდესაც მე პირადად მივხვდი რომ ჩემთან სახლში გაჩნდა ეს რაღაც ახალი ტრანსპორტი რომელიც არასდროს ჩვენ სახლში არ ყოფილა მიჩვეული ვიყავი რბოლებს მიჩვეული ვიყავი რომ სიჩქარე და რაღაც ჩემი ძმას ძალიან უყვარს მაგრამ მიუხედავად ყოველფრისა როგორც კი დავინახე პირველი მქონდა განცდა რომ ღმერთო ჩემო რომ რა შემიძლია გავაკეთო მე რომ რა ჭირს ესეთი პირველი ეს მქონდა რომ როგორ შემიძლია დავეხმარო
და ძალიან მტკივნეულია გულწრფელად რო გითხრა. ნელ-ნელა როცა მივხვდი რომ ეს არის რაღაცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი და ასე შემდეგ, მივეჩვი იმას რომ ჩვენთან აივანზე ცხოვრობს ეს მოტოციკლეტი და ჩემი მეგობრებიც მიეჩვენენ რომ სამსახში შემოვლენ ჯერ დაშლები უნდა გამოიარონ და მე ოკეი გახდა. უბრალოდ მან არის რა დონეზე შემიძლია რომ უსაფრთხოების გარანტიები მივიღო. არის მომენტები, როდესაც მე უყურებ ამ ყველაფერს და პირჯვარს ვიწერ თქო და პირჯვარს თქო ვერ ვიტყვი უფრო ვჩხუბობ და ვყვირი, იმიტომ რომ ეს არის ის გამკლობის მექანიზმი, რაც მაქვს, მაგრამ არის მომენტები, როცა ვხედავ, რომ ეს მისთვის ძალიან ღირებულია და პატივს ვცემ ჩემს ოჯახის წევრს, ჩემს ძმას, რომ აი ეს ინტერესი და ჰობი აქვს და გულწრფელი იყო, პირველად მირჩევნია, რომ ალბათ ეს ჰობი ქონდეს და არა რაღაცა სხვა ჰობები, რაც შეიძლება მის ცხოვრებაში არსებობდეს ახლა. ამიტომ ხო არსებობს გამკლავებისთვის მექანიზმები, რაც ოჯახის წევრებსაც დაეხმარებათ, მაგალითად ის, რომ ვიცოდე, რომ ტრეკზეა და ტრეკზე აკეთებს იმ რაღაც უცნაურ მანევრებს, რომლის სახელებიც მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, და არა მაგალითად ქუჩაში და უქმნის საფრთხეს საკუთარ ცხოვრებას. ეს არის ალბათ ერთადერთი საყრდენი, რაც ოჯახის წევრებს აქვთ ხოლმე ამ დროს. ხო, იმიტომ რომ ხშირად რაღაც ასოციაცია ყველაზე ხშირად რაც არის ხოლმე, რომ აი რა თქინდა ეს კუბო და ანუ აი ამის მოსმენა მართლა ხო ცოტა ანუ ცუდად მოქმედებს რა რომ რა კუბო და ხანდახან ანუ მიჩხუბია რომ რატო იძახი რა ამაზე ვზივარ და ამით დავდივარ და ანუ რას მეუბნები რა და ნუ ეუბნებით ეგეთ რაღაცებს ტიპს რომელიც ბაიკზე ის რომ ეგ არის კუბო ბიძი და რაღაც ეგეთი რაღაცები ხო ანუ რაღაც ნეგატივით ხო გავსებს რა. სიტყვას აქვს ძალა და ჩვენ არ ვიცით ჩვენ სიტყვებს რა ძალა აქვს. ჩვენ არასდროს არ ვიცით ადამიანს როცა რაიმეს ვეუბნებით, თუნდაც ულოცავთან ვეჭყობებით არ აქვს მნიშვნელობა რა ძალით და რა ენერგიით ვეუბნებით. თითოეულ ჩვენგანში არსებობს რაღაც ენერგია, რომელიც მატერიალიზდება ხშირად. და თუ კი მე ვეუბნები ვინმეს რომ ეს არის კუბო, ხო, რა თქმა უნდა, მას აქვს რესურსი, რომ გარდაიქმნას ამ ენერგიათ და რატო მე შემიძლია უთხრა რომ მესმის რომ ეს შენ გიყვარს და ძალიან სწორია რომ დავაფიქსირო მე ეს არ მომწონს, მაგრამ პატივს ვცემ შენ აზრს და პატივს ვცემ შენ ინტერესს და ეგ მხარდამჭერიც არის. ვისთვისაც გაქცევის მექანიზმი ხდება იგივე ტიპის რაღაც მოტო ან აქტივობა არ აქვს მნიშვნელობა და ეუბნები რომ მე გისმენ შენ აქ ვარ თუ რამეში გჭირდება არ დაგტოვებ, მოდი ესე ვთქვა და მარტო ის იწყებს ცვლილებას. და თუ კი მართლა მხოლოდ თავისუფლებას და რაღაც გამოხატვასთან არის ეს იწყებს ამ კონტაქტირებას შენთან და იძლევა საშუალება ნორმალურ ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და თუ კი იქ ვსაუბრობთ რომ უბრალოდ ეს არის რაღაც ინტერესი, მოწონება და რაღაცა პროფესიის ნაწილიც კი ხო მან უკვე მე მშვიდად შემიძლია ვიყო რომ გლოცავ მშვიდათი არის, კარგადი არის ხო ეს პოზიტიური თქმა მაინც მნიშვნელოვანია და ხო კი კუბო ბიძი არ უთხრათ ეს გეთანხმებით აბსოლუტურად იმიტომ რომ ალბათ მეც მივეცი მე დეჩემს იმის საშუალება რომ დადებითი აზროვნებით შეეცვალა ეს ყველაფერი იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე უკვე თვითონ დაიწყო რომ მოდი გამაკატავე უკან მოგიჟდები რაღაც წამოვიდეს და მან მივხვდი რომ ხო ანუ რაღაც სწორად გავაკეთე რა რომ არ შევაშინე უფრო იმიტომ რომ საერთოდ ყველას ეგ დამოკიდებულება ქონდა ჩემ ოჯახში რომ ანუ ეს რატო იყიდე რა გინდა და ნელა იარე და ისე მიუხედავად იმისა რომ მყავდა რაღაც 125-იანი მოტოციკლეტი პირველი რომელიც დადიოდა მაქსიმუმ 100-ით რაღაც ძრავი რომ გახეთქილიყო ხო და დღეს უკვე რაღაც აი უფრო გულშემატკივარიც კი გახდა რა აი რბოლაზე რომ გამოვდიოდი რბოლაზეც კი ამოვიდა საყურებლად რა მაინდა-მაინც იმ რბოლაზე ავილეწებეც მაგრამ ხო ამოვიდა რომ აი ეს თავისი გულშემატკივრობა იქ გამოეხატა რა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეგ შენთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რომ ადამიანები რომლებიც ჩემ გარშემო არიან და ვთვლი რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი უკავიათ რაღაცნაირად ჩემს გვერდით იყვნენ იმ სფეროში, რა სფეროსაც ხელი მოუკიდე რა, სადაც ფეხი შევაბიჯე რა, იმიტომ რომ კი ხანდახან მეტ მუღამს მაძლევს ის რომ არა და აი აკრძალულია და არ გააკეთო და ნუ გინდა და მაგრამ მე ამის კეთებისას უკვე რომ რაღაც ვხედავ რომ ჩემი გულშემატკივრები ხდებიან ამ თემაში მე რაღაც სხვანაირი სიამაყით ვივსები რა მომწონს და ხო სიამოვნებს აი მე საერთოდ არ ვიცოდი რომ იქ ტრეკზე ამოვიდო დეჩემი და ჩემს სანახავად მოვიდო და იქ რა და ამ ნაბიჯს გადაგავდა იმიტომ რომ ვიცი რომ იმისთვის ეს ძიმე საყურებელი იქნებოდა მაგრამ ამოვიდა მიყურა დეჩემი ჩემი ძმა და ანუ აი
უფრო თამამად გავედი. სხვანაირად შევედი უკვე ტრეკზე. უფრო შვიდად შეხვედი? არა. შვიდად არ შევსვლა, იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. იმიტომ რომ მინდოდა რომ რახანც ისინი იქ იყვნენ, ჩემი მაქსიმუმი დამედო იქ. და ალბათ ზუსტად ის იყო მიზეზი ალეწვისაც. ეგეც არის. რომ სხვანაირად შევხედე რა. თან ვატყობ რომ ალბათ ამ ემოციამაც რაღაც შინაგანად მოახდინა ზეგავლენა და ყოველ წრეზე უკეთესი და აი ამ უკეთესის დათმობას თან ვიყავი ძალიან ახლოს როცა დავიმტვერი რა, იმიტომ რომ მან უნდა დამეტორმოზებინა წინასწარ და ძალიან ნელა შევსულიყავი, ან ჩემ წინ ვინც იყვნენ იმათთვის უნდა გადამესწრო აუცილებლად. და ნუ აი მოვინდომე რა, კი იქ რაღაც სხვა რაღაცებიც მოხდა, მაგრამ ხო ძირითადად ეს იყო, თორემ მე შემეძლო რომ შემენელებინა უფრო მეტად ისინი გამეშვა თავის გზაზე და მე ხელი არ შემეშლებოდა არაფერში, იმიტომ რომ ნუ დროზე იყო რა ბოლო. ანუ გამარჯვებისკენ წახვედი უფრო? კი. ხო, იმიტომ რომ ვერ გამოვიდოდი თითქოს იქიდან დამარცხებული არა, უფრო შერცხვენილი ალბათ რა. თორე მარცხი არ აუშავს რაღაც მე შეგვებულიც ვიყავი რომ კი, ეხა ამას ვერ ვიზავ. მაგრამ მინდოდა რომ ჩემი მაქსიმუმი დამედო და აი წინარ ბოლაზე რაც ვიარე, როგორც ვიარე, იმაზე უკეთესად მევლო ამ ბოლაზე. ძირითადად ეგ იყო რა ჩემი მიზანი. და ნუ იდეაში ეგ გამოვიდა. მაგრამ ხო, ეგეთი რაღაც მოხდა და ხო, ნუ წაქცევის მერეც ანუ სასტრაფოს მანქანა რომ ჩამოიყვანეს, მეთქი ამაში არ ჩორჯდები. ჩემით წამოვალ რა, იმიტომ რომ ნუ ჩემიც რო იქ იყო, ვერა რა, რომ ეს რაღაცა ძალიან ისეთია, საერთოდ ვთქვაიკერებს ამ. ხო, ანუ აი პირველად რომ ქალაქში დავიმტვერი, მაშინაც მეთქი ვინმე რა მე არ ვიფიქროს ეხლა რომ წავიქეცე მეთქინა. მოდი ავაყენებ და დავჯექი და წამოვედი რა. ეს ალბათ ხო გვაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ადამიანები რომლებსაც ესეთი ხასიათი აქვთ ირჩევენ მოტოციკლებს და არა ისე რომ ვინც მოტოზეზის ესეთები არიან. ხო, უფრო ეგრე მგონია რა. კი, მე მახსოვს ზარი ჩემ ტელეფონზე გიგასი რომ ეს ნინ დავიმტვერი ტექსტი ესეთი. ოღონდ საცობები რომ გადაივლის, მე მოდი საავადმყოფოში. და არ მახსოვს როგორ მივედი. უბრალოდ არ მახსოვს საჭესთან როგორ დავჯექი და მივედი. და აი ეს დამოკიდებულება ხა მეცნო უცებ და მივედი მასთან კონტაქტში. ხო, რისკიანობა ძალიან კაია, ძალიან ღირებულია, უბრალოდ თავარი ამბავი, რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე არის, რამდენად მიყვარს მე საკუთარი თავი. და შემიძლია თუ არა მიყვარდეს ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ, ყველა დამატებითი ატრიბუტის, დამატებითი რეგალიის გარეშე. აი ეგ არის უკვე თერაპიული პროცესისთვის ყველაზე ისეთი ღირებული ამბავი, რომ თუ მე მიყვარს ჩემი თავი ისეც ასეც და ასე შემდეგ, მე მოტოციკლებთან ერთადაც მეყვარება ჩემი თავი, მანქანასთან ერთადაც და მეტროში თუ შევალ ფეხით. დიდი განსხვავება არ იქნება. ალბათ ეგეც და რისკი არ დამჭირდება. ხო, ეგეც ძალიან დიდ როლს თამაშობს რა, იმიტომ რომ ალბათ ადამიანები, რომლებსაც რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყურადღება მოაკლდათ თუ თავს ვერ გრძნობდნენ ისე სრულფასოვნად, მოტოციკლეთს დაჟდომის მერე გააქვს ეგ ემოციები. იმიტომ რომ თვალში მოსახვედრი ხარ, ყურადღებას იქცევ ყველასას, რაღაც სადღაც რო გაჩერდები, ყველა მოდის, ყველა გეკითხება რომ ეს რა არის, რომ ეს ისა და ანუ ამ ემოციებს ალბათ მივსებთ, ესე ვიტყვი. კი, რა თქმა უნდა, კი, ეს ყოველ შემთხვევაში ესეა. არც მოტოციკლეტი ასე ვთქვათ პირველი, ნებისმიერი ატრიბუტი, ნებისმიერი აქსესუარი შეიძლება იყოს და ხანდახან მოტო არის ის აქსესუარი, რომელიც სუის შეფასებას საკმაოდ მაღლაწევს. კი, აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. ოღონდ ეგ არის როგორ იცი, რომ წარმოსახვეთი მაინც ვიტყოთ. იმიტომ რომ ეს არის მაინც ნივთთან მიბმული თვით შეფასება, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება იყოს ბოლო მოდელის ტელეფონი, არ აქვს მნიშვნელობა. თვით შეფასებას როცა ვიწევ გარემოდან წამოსული სხვადასხვა რაღაცა რესურსით, ეს რეალობასთან სამწუხაროდ არ არის კონტაქტში და ჰიპერკომპენსირებას ხდება ხოლმე, რომ აი ძალიან კაი ტიპი ვარ, რაღაცა ესეთი შლემით, ესეთი რაღაცა აღჭურვილობით და მის შიგნით ვინ ვარ. აი იქ მოდის ტკივილი მე და სწორედ მანდ არის ხოლმე ის ჭიდილი, სიცოცხლესთან ჭიდილი, რასაც ვეძახით, რომ ვინ ვარ მე, ეს ვერ ვიგებ და ვერ მოვდივარ კონტაქტში. ხო, იმიტომ რომ ნივთით შენს შინაგან ვერაფერს ვერ იყიდი რა, ეხლა კი შეიძლება დაიხურო რაღაც ალპინის ძალიან მაგარი ჩაფხუტი, AGV-ის ძალიან მაგარი ჩაფხუტი, ჩაიცვა ეკიპირება, მაგრამ ხო, ნუ შინაგანად მაინც ის ვრჩებით, რაც ვართ. ხო, და ამით ვერ დავმალავთ, მაგრამ მაგაზე გავლენას ახდენს, ასე ვფიქრობ, ძალიან ხშირად სოციალური ქსელებიც. კი.
იმიტომ რომ მე ხა მოტოციკლეტებით დაინტერესებული ვარ, სულ ვიდეოები მხვდება მსგავს თემებზე, მსგავს კონტენტი და ხედავ ხშირად რომ ხო, თითქოს ფლექსია რა, მოტოციკლეტის ყოლა, მოტოეკიპირებით სიარული და ხშირად შემხედრე ვიდეო რომ ჩაფხუტით რო ტიპი დადის მაღაზიაში და მგონია რომ ყველაზე მაგარი ვარ და რაღაც ესეთი ისინი არის დამოკიდებულებები რა და მე ვფიქრობ რომ შეიძლება ადამიანი საერთოდ არც ფიქრობდეს მაგას რომ ჩაფხუტით რო დადის ან მაგარი, მაგრამ ამას რო ნახავს მე უკვე თვითონაც რაღაცნაირად იჯერებს რა. მარკეტინგი. ხო. ძალიან კარგად შეფუთული, კარგი მარკეტინგული კამპანიები. ეს არის ის გაყიდვების სფეროს ნაწილი, ასე ვთქვათ, და ის მოდი ინფლუენსი, ის გავლენა რაც არის ხოლმე, რომ კაი ტიპია ის თუ ესეთია, რაღაცა ჯგუფს თუ მიეკუთვნება ისევ მანდ მივდივართ. ან კარგი ტიპი ხარ კონკრეტული ბრენდის თუ გაქვს. თორე შეიძლება ეკიპირება გქონდეს ვიღაცას, რომელიც არც ისეთი ვიზუალურად ლამაზი არ არის და ჩემზე კარგად იცით ეკიპირებაში როგორი განსხვავებაა ხო ვიზუალურ ნაწილში, ამიტომ ეგ არის და ეგ არის მარკეტინგის ძალიან ისეთი კარგი ნამუშევარი ვიტყოდი, რომ თუ გინდა იყო ჭყალებში კარგი ტიპი, უნდა გეცვას ეს, უნდა ქონდეს ეს და ასე შემდეგ. და ხო, ინტერნეტი ამას რა თქმა უნდა უწყობს ხოლმე, იმიტომ რომ კარგად დაგეგმილი კამპანიები. მაგას სხვათა შორის მოტოციკლეტებზე ძალიან ხშირად ხდება, უფრო კუბატურის მიხედვით რა, რომ აი ვიღაც 400-იანი ყავს, ვიღაცას 1000-იანი, ვიღაც 600-იანი და ხშირად მეც შევსწრები ვარ მსგავს ფაქტს, რომ ვიღაც დაჩაგრულა იმის გამო რა, რომ აი ამას 400-იანი ყავს, მაგრამ რეალურად არაფერ შუაში ეგ არ არის რა. მაგის თქმა მინდა, რომ რაღაც დამოკიდებულება არის ხოლმე ძალიან ხშირად ცუდი. და მე ადამიანები როცა მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაიწყონ მოტოციკლეტის მართვა, იმის გამო რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ცუდი დამოკიდებულება დაბალკუბატურიანი მოტოციკლეტების მიმართ, გადაწყვეტენ რომ მოდი პირდაპირ 600-იანით დავიწყებ და მშვიდად და წყნარად ვივლი, რაც ყველაზე დიდი ტყუილია ხოლმე რა. ხო და მაგიტო ჩვენთან ეხა ბოლო პერიოდში კიდე გამოსწორდა და რაღაც დაბალკუბიანით იწყებენ და მე ნელ-ნელა როცა მართვას სწავლობენ, მე გადადიან ხოლმე მაღალ კუბებში. რასაც მივესალმები ყველანაირად. ხო და აი ესეც თამაშობს ძალიან დიდ როლს რა. მაშინ როცა გინდა რომ მოტოციკლეტის მართვა დაიწყო და გგონია რომ რაღაც თუ 600-ზე და 1000-ზე არზი ხარ, ვერ ხარ მაგარი ტიპი და მაგარ ტიპობას სწორად თქვით. ვერ მოიტანს ვერაფერი საერთოდ. არაფერს არ მაქვს მაგარი ტიპობა, გარდა საკუთარი თავის განცდისას. აი განცდას, თავისუფლებას, რომელიც შინაგანი თავისუფლებაა და არა ნივთის მიერ მოდნიჭებული თავისუფლება. არა თავისუფლება, რომელიც სიჩქარისგან ვითარების დროს ეს ქარი რომ მირტყავს სახეში და მან მომწონს და ეგ არის თავისუფლება არ არის ეგ. ეგ არის ის რომ მე ვებრძვი პროცესებს. მოდი ვიტყვი რა შინაგან დრაკონებს, რომლებიც ყველას გვყავს. და ამ დრაკონებთან ჭიდაობა არ არის პოზიტიური, მაინდა-მაინც მაღალი, ასე ვთქვათ, სიჩქარის ტრანსპორტით. მან შეიძლება ვეჭიდაო ამ დრაკონებს, რა ვიცი, ხატვისას სახში. თერაპიის კაბინეტში, ძერწვისას, რაღაცის მტრევისას, არ აქვს არც მნიშვნელობა, ზუსტად რომელ ქცევას გავაკეთებ, მაგრამ არსებობს უფრო უსაფრთხო გზები ამასთან ბრძოლის და გამკლავის და ჭყალებში კაი ტიპობის. და ტრანსპორტი, მოტოციკლეტი არის, რა თქმა უნდა, ის მეგობარი შეიძლება კი ვთქვა ეს სიტყვა, რომელიც ადამიანისთვის ძალიან ისეთი მხარდამჭერია, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განმაპირობებს ვინ ვარ მე. რა პიროვნება ვარ მე? შეიძლება ეს იყოს ჩემი რაღაცა მედალი, მიღწევა, რეგალია, მაგრამ არა ის ვინ ვარ მე. ხო, საინტერესოა. მე მაინც რაღაცნაირად აი მგონია ბაიკერები ეს სათვალე რომ იკეთია დღეს ზოგადად სათვალე თავზე ვარ ხოლმე და დღეს რაღაც ისეთი გააცნო რომ სათვალე ხელი შემიშალა ხა. მგონია რომ ბაიკერები ვართ ადამიანები, ვისაც უყვარს რაღაც მართვის სადავები რომ თავის ხელში არის რა, იმიტომ რომ თვითონ მოტოციკლეტი მოითხოვს ამას, რომ ყველანაირად ჩართული იყო ამ მოტოციკლეტის მართვაში, რაღაც მარცხენა ფეხით სიჩქარეების გართვა, მარჯვენათი მუხრუჭი, მარცხენა ხელით რაღაც ეგრეთ წოდებული ცეპლენია, მარჯვენა წინა ტორმოზი და ანუ მთელი სხეულით აკონტროლებ მოტოციკლეტს და თან კი ვიღაც იყოს რომ მანქანა ეს წეგრია, მაგრამ მანქანაში შიგნით რაღაც ანუ ხო, აქ უფრო გაქვს იმის განცდა, რომ შენს ხელში არის ყველაფერი, იმიტომ რომ ზომითაც ყველაფრით ამის ფიქრის საშუალებას გაძლევს მოტოციკლეტი. ხო და იმგონია რომ ესეთი ადამიანები ვართ რა, რომ გვიყვარს, როცა გრძნობთ რომ ჩვენ ვმართავთ.
და რაღაც ამ ყველაფერზე კონტროლი გვაქვს, იმიტომ რომ იქ სიჩქარეებსაც შენ აკონტროლებ, ანუ საერთოდ ყველაფერზე. გიწევს შენ ახლა ბაიკერს რო კითხო ალბათ რომ ავტომატიკა მოტოციკლეთს რატომ არ ყიდულობ? გეტყვის რომ რა ავტომატიკა მოტოციკლეტია, მაშინ დავუშვებ მოპედზე, ხო? რაღაც ეგეთი განცდა გვაქვს და დამოკიდებულება რა და რამდენად შეიძლება რომ ეს რეალობასთან ახლოს იყოს რა? ფსიქოლოგიურ კუთხით რო შევხედოთ. ხო, უნდა არის ძალიან ახლოს არის და პირად მაგალითს გეტყვი, რომ რაღაც წლების წინ ერთ-ერთ კურორტზე მოპედის ტიპის რაღაც ესეთი, არ ვიცი რა ქვია მაგას, მოპედზე მაგალითად ესე ვიტყვი, დავჭექი. და ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ცხოვრებაში, რომ უბრალოდ ჩემს მეგობრებთან ერთად პირველი 3 წუთი იყო ძალიან კარგი და როდესაც სიჩქარე ააკრიფა და განვითარდა და საჭესთან ვიჯექი მე საკმაოდ კარგად მართავ ეს მნიშვნელოვანია რომ ვთქვა სადღაც ხალხში შევარდი. აი უბრალოდ გამიქცა. არ ვიცი როგორ გამიქცა ის რაღაცა ძალიან იდეაში დაბალ სიჩქარიანი სკუტერი და ხალხში შევარდი მივხვდი რომ მან იყო ორი მომენტი. ან მე ვარდებოდი ტბაში, ან ვარდებოდი ხალხში და ნუ პირველი ინსტინქტი რომ ვარდები ტბაში არ მაინტერესებს ხო? და რაღაცა არ ვიცი რაღაცა ძალამ გააჩერა და მან ზუსტად ეგ წამომივიდა რომ ეს არ არის ჩემი ტრანსპორტი და რატო მართვის სადავეების ხელში ქონა მესმის და მოდივარ მაგასთან კონტაქტში იმიტომ ჩემთანაც ძალიან ახლოს არის უბრალოდ როდესაც მე ამ მართვის სადავეების გადაჭერა ჩემსკენ გაჩერება არ შემიძლია მნიშვნელოვანია ვაღიარო და თქვა რომ იცი რა მართვის სადავებთან კონტაქტირება რაღაც არ არის კომფორტული რა რაღაცების გათვალისწინება მიწევს ადამიანების ჩემი რესურსების და ასე შემდეგ და მან შეიძლება შეუქმნა შემდგომ ალტერნატიული ნაწილი რა რომ რისი გაკეთება შემიძლია სად შემიძლია ვიყო ჩემი თავი და სად მაქვს პასუხისმგებლობა ისევ ჩემს ცხოვრებასთან ხოლო როცა ახლა მოტოციკლებზე ვსაუბრობ და უფრო სწრაფ მავალ ტრანსპორტზე ვსაუბრობთ მან რაც მოდის პირველი არის რომ ფლოპ ჩემი თავს კი, ვაკონტროლებ კი, მაგრამ რეალურად რა მაკონტროლებს მე ცხოვრებაში? ანუ რისი კონტროლისგან გავდივარ ეგრე ძალიან, რომ ვითხოვ გადავიტანო ეს კონტროლის მოთხოვნილება სხვა ნივთზე. და მან მოვდივარ ხოლმე, რომ იგივე შინაურ ცხოველებთანაც უნდაც, რომ ძალიან რო უყვართ და ძალიან რო კონტაქტირებენ და თითქოს უვლიან, მაგრამ ბოლომდე იქაც არ არიან ადამიანები, ზუსტად ეგ ნაწილია. რა არის რაც მე მაკონტროლებს, რომელი ემოცია, რომელი ქცევა და როცა ამას გამოვიცნობ, მე ვხვდები რომ მოტოციკლეტის კონტროლის გამო კი არ მიყვარს. მიყვარს იმიტომ რომ იქ რაღაცა სხვა 1000 ემოცია არ ვიცი რა არის. არ ვჯდა რომ არის დროს, ამიტომ ვერ ვიტყვი რა არის. ისე ეგ როგორ მოხდა რომ რაღაც არ მჯდა. არც კი დამიკოქი არასდროს. არასდროს, იმიტომ რომ მაშინ წინ გაქვთ ყველანაირი სიამოვნება. ხო, ვიცი რომ ეგ ხო ის ჩემი ადრენალინი არ არის. მე ადრენალინთან მიმართებაში მე ვისვრი იარაღს. მე არ ვზივარ მოტოს. კარგი ხუბი გქონიათ თქვენს მაგ მხრივ. ხო, ეგეც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, ესე ვთქვათ, გასართობი არის. იმიტომ რომ მანდაც ემოციას ხარჯავ რა. კი, რა თქმა უნდა. უფრო ჯანსაღი გამოხატვა ტირში, როდესაც შეგიძლია მიხვიდე და დასწულ გარემოში, უსაფრთხო გარემოში, არავინ რო არ დაზიანდება 100%-ით, როდესაც იცი, იქ ფოკუსი გააკეთო ცენტრზე. იმიტომ რომ ზუსტად იგივე ემოცია გამოდის, ზუსტად იგივე მართვა გაქვს, ზუსტად იგივე კონტროლია, ზუსტად იგივე თავისუფლება, ესე შეფასებით რო შევხედოთ, განსხვავება ერთადერთი არის ის, რომ შენ ზუსტად იცი, რომ ფლობ შენ თავს იქ და არა იარაღს. აი განსხვავება ეგ არის მაგას შორის. აი ესე რომ ავიღოთ რა, აი მანქანა და მოტოციკლეტი უფრო რო გამიმარტივდეს ახსნა რა. ადამიანები, ვინც ავტომობილს ატარებენ, ნუ საჭიროება, რაღაც კომფორტია და სხვა დანარჩენი ძალიან ბევრი რაღაც. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები, ვინც მოტოციკლეტს ყიდულობენ, რაღაც ძალიან დიდი ნაწილი უფრო ემოციის გამოყიდულობს. ხო, რა თქმა უნდა. აი ყველა გინდათ ბავშვობის ტრავმა ტკივილია, ემოციის გამოა ეს ბუნებრივია. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, გადაადგილების საშუალების კუთხით არც ისე ჭყალებში კომფორტული არ არის, ხო, ერთკაციანი გადაადგილების საშუალება. გაჩნევისთვის. ხო, მე ორკაციან კუპე მანქანაზე ჩმოტების მანქანას ვეძახი, ასე რომ ხო, ეგეც არის. უბრალოდ მანდ არის რა რომ მოწონს ადამიანს ემოცია და ემოციის გამოირჩევს რაღაცა ენერგიის გამოირჩევს და არა იმიტომ ვთქვათ რომ გადაადგილებისთვის საჭიროა თორე გადაადგილებს შეიძლება სკუტერია იყოს
ბევრად ალბათ უფრო მაგიტომაც რაღაცნაირად შინაგანად უფრო გვესმის ერთმანეთის. კი, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია. ხო. ნებისმიერ კომუნიკის ესმის ერთმანეთის, ფსიქოლოგებს გვესმის ფსიქოლოგების, ბაიკერებს ვის და ასე შემდეგ. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც განსაკუთრებული კომუნიკაცია ცალკე, რომელიც ისე არ მინდა რაღაც სექტასავით განიხილებოდეს, არა ცალსახად. ხო, ეგეც არსებობს. კი, იმიტომ რომ არა ცალსახად არა. ყოველთვის ვიცი ხოლმე, რომ კაი ხო ხალხო დაიშალეთ ახლა, იმიტომ რომ ძილის დროა. ხშირად მაქვს მეც ეგ და მაგრამ მნიშვნელოვანია რომ უბრალოდ დავინახოთ რომ ერთის ენა აქვთ, ერთი საერთო თემა აქვთ, თორე ფსიქოლოგების ვლაპარაკობთ ხანდახან დილის 4-მდე. ეგეც ოკეი. ხო, არა, ეგეც ძალიან კარგ თემას შეეხეთ. იმიტომ რომ ხშირად გონიათ რომ ეს ბაიკერი რო არის ვიღაც და აი მით უმეტეს უფრო კრუიზერების ტიპის ბაიკზე ვინც ხედან, რაღაცა ეს თავიანთი ჟილეტები, ტყავი, რაღაც ყველა გონიათ რომ სექტანტები არიან რა და არ ვართ სექტანტები, ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გვაქვს ჩვენი პროფესია, ჩვენი საქმე, რაღაც სხვადასხვა ბევრი ინტერესი, რავი, ადამიანობითაც უმეტეს შემთხვევაში, რავი, კარგი ადამიანები არიან. ხო და ანუ რაღაც ისე ფიქრობენ ხოლმე, რომ თქვენ ბიძია ცოტა გაკლიათ. აი ესე გვეუბნებიან პირდაპირ რა და სხვა გვრიყავენ რაღაცნაირად. ნუ დღეობით კიდე ისე ძალიან აღარ. მაგრამ მე ბავშვობაში უფრო ძალიან ხშირად მსმენია, რომ აი ეს ისა და არ ელაპარაკებოდნენ იმის გამო, რომ ტიპი ბანკერი იყო რა. რომ ეგონა რომ აუცილებლად ცუდ საქმეს აკეთებს ის. ხო და ეს კარგია რომ შეიცვალა. ნამდვილად და მაგ სტიგმის შეცვლასაც უწყობს ხოლმე თუნდაც ესეთი ტიპის პოდკასტები, თუნდაც თითოეული, მოდი მე ესე ვიტყვი, თითოეული ბაიკერის კეთილს ინდისიერება რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენადაც საკუთარი თავის რეპრეზენტაციას აკეთებს ადამიანი, როგორც მაჩვენებ მე შენს პროფესიას და შენ თავს, ეგეთი წარმოდგენა მექნება მე იმ პროფესიის ადამიანებზე და ხო თითოეულ ადამიანი ხა ყველგან არის, რომელიც მაინდა-მაინც ძალიან პოზიტიური არ არის, მაგრამ თუ ყველა ავიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რომ მე ჩემი თავის გარდა, მაგალითად, როცა რაღაც ფსიქოლოგის სტატუსით ვარ წარდგენილი, ვიცი რომ რაღაცა ფსიქოლოგების შესახებ ხედვას ვაყალიბებ, შენ როცა ხარ სადღაც ბაიკერების შესახებ ხედვას აყალიბებ, მათ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ის ჩემი ჰობი იქნება თუ პროფესია იქნება, ისე წარმოვაჩინე, რომ ჩემი რაღაც ეგოცენტრულობიდან გამომდინარე ზიანი არ მივაყენო მთლიან სისტემას. ხო და მაგის გაცნობიერება არ აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ადამიანებს და ეგ არ არის მარტო ბაიკერებს, ეგ ბევრ პროფესიაშია, მასე ბევრ აქტივობაშია ეგრე. ხო, რაღაც ბოლოსკენ მივდივართ უკვე და სხვათა შორის არ ველოდი, მაგრამ ჩემთვისაც რაღაც სხვანაირი კუთხით დამანახა ძალიან ბევრი რაღაც ამ პოდკასტმა რა და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ვიყურებს, რაღაც დაუფიქრდი, რომ აი ამ ემოციებში, რაც მე მოტოციკლეტი მაძლევს. რაღაც ისეთი ხომ არ იმალება, რაც მე ჯერ არ ვიცი და მოსაძებნი მაქვს ჩემ თავში რა. იმიტომ რომ ეხა უკვე იმან დამაინტერესო, რომ ეს რო ვიპო, კიდე მეყარება მოტოციკლეტი თუ არ მეყარება რა. სიყვარულთან არ არის ეგ კონტაქტი. თუ კი ჯამთელი სიყვარული არ არის ეგ კონტაქტი. ხო, ეგ მაინტერესებს. არ გართმევ მოტოციკლეტზე სიყვარულს, ხო, არა. იმიტომ რომ ეგ შეიძლება მე მიზეზი გამختارიყო რომ საერთოდ არ გამომესწორებინა. არა, პირიქით, როდესაც ადეკვატური, როდესაც რელევანტური მდგომარეობა არის, სიყვარული მეტად იზრდება, იმიტომ რომ ცხადად ხედავ. როცა რაღაცის დანახვა კარგად რაღაცა რომ მოგწონს და შორს არის შენგან და მოგწონს. ახლოს რომ მოდის და ახლოს ვარ და ხედავ. ხო უფრო მეტად მოგწონს თუ მოგწონს რაღაცა. შესაბამისად ეს ვერსად ვერ წავა, ვერავინ ვერ წაგართმევს. მანდ არის მთავარი ამბავი, რომ ის რომ მოგწონს, იმიტომ რომ შორს არის, თუ მოგწონს მართლა რო გაიქო. ეგ არის განსხვავება, თორე არა ის რომ რაღაცა შეგეცვლება მაგოთხით. აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები ვინც უყურებენ ამ პოდკასტს, თვითონაც ალბათ რაღაც იპოვეს თავის თავში რა, მსგავსი ემოციები და დამოკიდებულებები, რაზეც აქ ვისაუბრეთ და ალბათ ბევრს დაინტერესებს. ჩემსავით რომ რაღაც გაიგონ მართლა ეს დამოკიდებულება და ეს ადრენალინთან, რისკთან რასთან არის მართლა კავშირში და საიდან არის გამოწვეული რა და კარგია. იმიტომ რომ რაღაცნაირად მოგვიგوارებს იმ პრობლემებს, რასაც განვიცდით ყოველდღიურად და ჩვენ თავში ალბათ უმალავთ და გამოვხატავთ სხვადასხვა რაღაცეებში. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ. ასეთი საინტერესო პოდკასტისთვის, ბევრი ისეთი ინფორმაციისთვის, რაც ჩემს პირადად ძალიან საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვისაც.
და რა ვიცი, აი მართლა ალბათ გესტუმრებით მეც. სიამოვნებით. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ თქვენს YouTube არხზე. რა თქმა უნდა, ისევ თვალს გადევნებთ და რაღაცნაირად კიდე უფრო მეტად გამიხარდება თქვენი წარმატება, იმიტომ რომ უკვე ესე უშუალოდ გაგიცანით და მე თვითონაც გიგას დაბრძანდებით კიდევ ერთხელ გეტყვით ამას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მართლა ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ მე მართლა ვღელავდი გულწრფელად ამ პოდკასტზე, რომ არ მინდოდა რომ სუბიექტური ყოფილიყავი და ეს ემოციები ჩემე გამომყოლოდა და მიხარია რომ შედგა. თქვენ კი დაგემშვიდობებით, არ დაგავწყეთ არხის გამოწერა, კარგი კომენტარების დაწერა და დაელოდეთ ჩვენს შემდეგ ეპიზოდს. ბუმ.